მშობელმა დასვა კამერის წინ თავისი შვილი, წინ დავდო კამფეტი და უთხრა რომ ეხა მე გავალ და როცა მოვალ მეორესაც მოგცემ, ოღონდ ეს არ ჭამო მანამდეო. რომ უფროსების ნდობა არ შეიძლება. ანუ მოუთმენელი კი არა, ხა ჭკვიანი ხარ, სწორად იქცევი. წლების მერე ამ ბავშვებს მიაკითხეს ისე და ნახეს სად იყვნენ ცხოვრებაში. ზომავდნენ ბავშვობაშივე, ვინ იქნებოდა მერე წარმატებული და ვინ არ იქნებოდა. მე ამ ექსპერიმენტის შესახებ წავიკითხე 10 წლის წინ, ორი ბავშვი მყავს და მე უკვე ხარ აღარ მეშველება, რაც ავარი სავარდა, მეთქი იმათ მაინც ჩაუნერგო ის უნარი, რომელიც მეცნიერება მაჩვენა, რომ არის აუცილებელი. სამომავლო აკადემიური წარმატების მთავარი ინდიკატორი ბავშვებში არის, ანუ ეს არ არის ბედისწერა. მან და არის ბევრი ნიუანსი. არის ერთი ნიუანსი. გვიყურე ხუთშაბათობით TBC-ის YouTube-ზე. ამას წინათ TikTok-ზე შემხვდა ესეთი ვიდეო. შეიძლება თქვენც გინახავთ, ბევრია მსგავსი მშობელმა დასვა კამერის წინ თავისი შვილი, მე მგონი ეს 3 წლის იყო შესახედავად, წინ დავდო კამფეტი და უთხრა რომ ეხა მე გავალ და როცა მოვალ მეორესაც მოგცემ, ოღონდ ეს არ ჭამო მანამდეო. და ეს ბავშვი ძალიან საყვარელი იყო, რაღაცნაირად ცქმუტავდა, ისე უყურებდა კამფეტს, ჭამო, არ ჭამო და მერე მნამ და ჩაყლაპა. კომენტარებში უწერდნენ რომ კი საყვარელი ბავშვია, მაგრამ ეგ უნდა გაფრთხილდესო, იმიტომ რომ დიდობაშიო ესეო ძალიან გაუჭირდებაო და ვიფიქრე ჯერ ერთი რომ რა სისასტიკეა, ანუ რას ბავშვს რატო უწერ ამ კომენტარს, მაგრამ თან მივხვდი რატო დაუწერეს ეს კომენტარი, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ მეც ეგრე ვიფიქრებდი, კი არ დავწერდი რა სისულელი არის ხარ, რა გონიათ, მაგრამ არა, ვიფიქრებდი რომ დიდობაში მართლა შეიძლება შეექმნას პრობლემები. რატო? იმიტომ რომ TikTok-ის ამ ვიდეოს შთაგონება არის წლების 10 წლეულების წინ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელსაც marshmallows ტესტი ქვია, ამ სახელით არის ცნობილი და რომელიც თითქოს და აჩვენებს თუ რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ადამიანში. სიამოვნების გადავადება, თავიდანვე გეტყვით, და რომლის მიხედვითაც თითქოს ზომავდნენ ბავშვობაშივე, ვინ იქნებოდა მერე წარმატებული და ვინ არ იქნებოდა. მართლა აჩვენებს ერთი ტესტი მაგას, მან და არის ბევრი ნიუანსი. მე ამ ექსპერიმენტის შესახებ წავიკითხე 10 წლის წინ ძალიან პატივცემულ პუბლიკაციაში. მე TED Talk-ში იყო სადღაც ნახსენები, მე კიდე რაღაც ვიდეოში ვნახე და ბევრგან მხვდებოდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს marshmallows ტესტი. რომ მეცნიერები აჩვენებენ, რომ აი ეს ერთი თვისება, სიამოვნების გადავადების უნარი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ბავშვს ჩაუნერგო და მართალი გითხრათ დავიჯერე. იმიტომ რომ კარგ ჟურნალებში ეწერა, ტიტულოვანი ხალხი ამბობდა ამას, სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევას, მეცნიერებას ეყრდნობოდა და თან ჩემთ ხა გულთან ახლოს მიმქონდა, იმიტომ რომ ორი ბავშვი მყავს და მე უკვე ხარ აღარ მეშველება, რაც ავარი სავარდა, მეთქი იმათ მაინც ჩაუნერგო ის უნარი, რომელიც მეცნიერება მაჩვენა, რომ არის აუცილებელი. ხო და რაზე არის ლაპარაკი? თვითონ ეს კვლევა, რომელიც ჩაატარეს აი TikTok-ის იმ ვიდეოში, როგორიც იყო, მართლა ეგეთ რამეს აკეთებდნენ ექსპერიმენტატორი, ბავშვს დაუდებდა წინ კამფეტს, შეიძლება marshmallow ყოფილიყო, რომელსაც ქართულად ზეფირადაც თარგმნიან ხოლმე და ზეფირის ტესტი ესე ამბობენ, მაგრამ რა ვიცი, მიჭამია ზეფირის და marshmallows და ერთი და იგივე არ იყო. ფაქტურით ცოტა გავს, მაგრამ სხვადასხვა რამეებია და ამიტომ marshmallows ვიტყვი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არც იყო marshmallow, ან შოკოლადი იყო, ან რაღაცა სხვა კამფეტი მოკლედ. ექსპერიმენტატორი ეუბნება ბავშვს, რომ მოვალ ცოტა ხანში და მეორესაც მოგცემ, ოღონდ ეს არ უნდა ჭამო და მერე კამერა აფიქსირებს ბავშვი როგორ ზის, როგორ ესე უყურებს, ან პირიქით თვალზე აქ ხელი აფარებული, რომ აღარ დაინახოს ცდუნება და ზოგი ბავშვი მოერეოდა თავს და მეთხანს გაძლებდა, ზოგი მალევე დანებდებოდა კამფეტის ძახილს და გაიქანებდა პირში. ეგ იყო. ოღონდ აქ თავარი რა იყო, რომ წლების მერე ამ ბავშვებს მიაკითხეს ისე და ნახეს სად იყვნენ ცხოვრებაში, რა ეტაპზე იყვნენ და ნახეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც მეთხანს ძლებდნენ, უფრო წარმატებულები იყვნენ. უკეთეს ნიშნებს იღებდნენ, ფიზიკურად უკეთეს ფორმაში იყვნენ და ასე შემდეგ და რავი, ჭკვიანური გონივრული ჩანდა. რომ ნახე, შეძლეს და სიამოვნება გადაავადეს, შესაბამისად, მერე შეეძლოთ, რომ უკეთესად ესწავლათ, მეცადინეობაში ეხმარებოდათ, ვარჯიშში ეხმარებოდათ და რა გასაკვირია, რომ აი მართლა ეს თვისება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ სინამდვილეში მწყვათ ეგრე არ არის და ამის საილუსტრაციოდ უფრო დაწვრილებით მინდა რომ მოგიყვეთ ჯერ ამ კვლევის შესახებ და მერე სხვა მეცნიერების პასუხების შესახებ. ეს marshmallows ტესტი ჩაატარა ძალიან პატივსაცემმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა უოლტერ მიშელმა. თავდაპირველად ცდილობდა უბრალოდ რომ შეესწავლა რა მექანიზმებს გამოიყენებდნენ ბავშვები, რომ ცდუნება თავიდან აერიდებინათ და რომელი მექანიზმები იქნებოდა უფრო წარმატებული და რომელი ნაკლებად წარმატებული. 6 წლის განმავლობაში ატარებდა
ამ კვლევებს, ანუ შეყავდა ოთახში დაახლოებით 4 წლის ბავშვები, რომლებიც სტენფორდის საბავშვო ბაღში დადიოდნენ და უდებდა წინ კამფეტებს. და სხვათა შორის იმ თავდაპირველი ექსპერიმენტის შედეგები დღემდე აქტუალურია. ანუ ის აღნიშნავდა, რომ ენახე როგორი სტრატეგია შეიძლება გამოიყენოს ბავშვმა. ზოგი ფიზიკურად ბლოკავს სტუნებას, როგორც ვთქვი, თვალზე აიფარებს ხელს, ან ზურგით მობრუნდება და მეთხანს შეუძლია რომ გაძლოს. ზოგი წარმოიდგენდა, რომ ეს მარშმელოუ კი არა, ღრუბელია და ღრუბელს ხო არ შევჭამ და ასევე მეთხანს შეეძლო რომ გაეძლო. ძალიან საინტერესო არის ამ კუთხით, მაგრამ ამითი არ არის ცნობილი დღემდე. და ისიც უნდა აღნიშნო, რომ თავიდანვე არ გამხდარა ცნობილი კვლევები ჩატარდა 1968 წლიდან 74 წლამდე. და მე 1988-1990 წლებში პოლტერ მიშელმა და მისმა თანამზრახველებმა დაუგზავნეს კითხვარები ამ ბავშვების მშობლებს, რომლებიც ბავშვები უკვე აღარ იყვნენ. და რაც შეკითხვებს უსვამდნენ, მათ შორის რა მიიღეს SAT გამოცდაში, რომელიც ჩვენ ენაზე რომ მოვთარგმნოთ, რა მისაღები გამოცდა. ფათეგ არ არის, მაგრამ თქვათ რომ ეგრეა. და მაშინ დაასკვნეს, რომ აშკარად ჩანდა კავშირი მოთმენის უნერსა და წარმატებას შორის. ეს ექსპერიმენტი დაახლოებით ამ დროიდან არის ცნობილი, მაგრამ ჯერ ფართო საზოგადოებისთვის არა, უფრო მეცნიერების წრეში. თუმცა მე ნელ-ნელა დაიწყეს ამაზე წერა და 2009 წელს ნიუ-იორკერმა გავლენიანმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნებისყოფის მნიშვნელობაზე იყო ლაპარაკი და ამ ექსპერიმენტზეც წერდნენ. მე თავად მიშელმა დაწერა წიგნი, რომელიც 2014 წელს გამოვიდა, სათაურით მარშმელოუს ტესტი, რატომაა თვითკონტროლი წარმატების ძრავი. ამის მერე უკვე მოედო ინტერნეტს. ერთ TED-Talk-ში ახსენეს, მშობლებისთვის დაწერილ წიგნებში შეიყვანეს, სემინარებში ახსენებდნენ და რამდენიმე წლის განმავლობაში თუ მშობელი იყავი და რაღაც წაკითხვას გადაწყვეტდი, რომ აბა როგორ აღზარდოს სწორად ბავშვი, ეს შეხვდებოდა სულ ყველგან. იმიტომ რომ მიშელის წიგნიდან გამოიტანეს ერთ-ერთი ეს დასკვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ბავშვისთვის არის სიამოვნების გადავადების უნარი, ამას თუ ჩაუნერგავ, მე ვინძლო წარმატებასაც მიაღწიოს. თვითონ წიგნი კიდევ ბევრი სხვა ნიუანსით იყო სავსე, მაგრამ ხო იცით, ეს ნიუანსები იკარგება ხოლმე. როდესაც მარტივი გაკვეთილების გამოტანას ცდილობ ისეთი ამბიდან, რომელიც მთლად ესეთი ცალსახა და მარტივი არ არის. იმიტომ რომ თავად ეს პატივცემული მეცნიერი, სანამ ცოცხალი იყო, აღარ არის ახლა. ინტერვიუებში მუდამ ამბობდა, რომ არ არის ესე მარტივად საქმე და ის რომ ბავშვმა ადრე 15 წუთი ვერ მოითმინა და კამფეტი ჭამა, საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს დიდობაში როგორი გაიზრდებაო. ნუ იფიქრებ, რომ ამ ბავშვს რამე სერიოზული პრობლემა აქვს. და მე როგორც სხვა მკვლევარებმა აღნიშნეს, სერიოზული პრობლემები ჰქონდა თავად ამ კვლევას. რა პრობლემები? პირველ რიგში კი ვახსენე, მაგრამ ყურადღება ალბათ არ მიგიქცევიათ, რომ ეს კვლევა ჩატარდა სტენფორდის უნივერსიტეტის საბავშვო ბაღში, სადაც ბავშვები დაყავთ თანამშრომლებს, პროფესურას, სამაგისტროზე ვინც სწავლობს, დოქტორანტებს, ასე შემდეგ. ანუ ყველა მდიდარი არ ყოფილა, მაგრამ ხო ხვდებით, სტენფორდის ბაღი იყო რა, დაახლოებით მსგავსი სოციო-ეკონომიკური სტატუსი ჰქონდა სულ ყველას იქ. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ იმის მიხედვით თუ როგორ ოჯახში იზრდები, ბავშვისთვის შეიძლება უფრო გონივრული და ლოგიკური იყოს, რომ კამფეტი მაშინვე შეჭამოს და არ მოითმინოს, რომ მე 10 წუთის მერე უფროსი მოვა და მეორეს მოუტანს. აი ის რო ავიღოთ ხა სოციო-ეკონომიკურ სტატუსთან არა აქვს კავშირი მაინდა-მაინც, მაგრამ საილუსტრაციოდ კარგია, რომ ვინც ბევრ დაძმასთან ერთად გაიზარდეთ. ხო იცით, რომ რასაც ახლა ამ წუთას არ შეჭამის, მე 2 წუთის მერე აღარ იქნება. ამიტომ დასწავლილი გაქვს, რომ რაც გინდა იმ წუთას უნდა აიღო, თორემ მე აღარც კვალი მაგისი აღარ იქნება იქ საერთოდ. მაგრამ ახლა სოციო-ეკონომიკურ სტატუსს რო მოუბრუნდეთ და როგორ ოჯახში იზრდება ბავშვი, ბევრს ძალიან კარგად ესმის, რომ უფროსების ნდობა არ შეიძლება. იმიტომ რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა უფროსი გეტყვის, რომ იცი რა, წავალ და მე რაღაცას მოგიტან და მე არ მოგიტანს. ამიტომ ჯობია რომ სანამ არის ეს რაღაცა ეხავე ჭამო, იმიტომ რომ მოვა და ორს მოგიტანს კი არა, მოვა და ამას შეგიჭამს საერთოდ, იმიტომ რომ ეგეთი გამოცდილება გაქვს ცხოვრებაში. ანუ მოუთმენელი კი არა, ხარ ჭკვიანი ხარ, სწორად იქცევი. ამის საილუსტრაციოდ ერთი მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს 2013 წელს ამ მარშმელოუს ტესტის გამოსაცდელად. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ბავშვები დაყვეს ორ ჯგუფად. ერთს ტესტის ჩატარებამდე მიუჩინეს სანდო უფროსი და მეორეს არასანდო, ანუ რას ნიშნავს, რომ ერთს უფროსი ეუბნებოდა, რომ ცოტა ხანში სახატავ რაღაცებს მოგიტანთო, რომ გაერთოთო, ანუ ორივეს მაგას ეუბნებოდნენ, მაგრამ ერთ უფროს მოჰქონდა და მეორეს არა. ის ბავშვები, ვისაც არასანდო უფროსი შეხვდათ, იცდიდნენ საშუალოდ 3 წუთს და მერე ჭამდნენ კამფეტს. აი, ვისაც სანდო უფროსი ყავდა, ისინი იცდიდნენ საშუალოდ 12 წუთს. უზარმაზარი განსხვავებაა. და ძალიან კარგად აჩვენებს, რომ აი გარემოს და მანამდე მიღებულ გამოცდილებას რამხელა გავლენა აქვს მერე ბავშვების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. 2018 წელს კიდევ ჩაატარეს ერთი კვლევა უფრო დიდი, ანუ ამ შემთხვევაში უკვე მარტო ერთი ტიპის ბავშვები კი არ იყვნენ, არამედ სპეციალურად შერჩეული იყო, რომ უფრო ფართო ფენები ყოფილიყო წარმოდგენილი და აი ამ კვლევამ აჩვენა, რომ აი რაღაც კავშირი კი არის სიამოვნების გადავადებასა და მერე წარმატებას შორის, მაგრამ პატარა და ან არის ან არ არის.
ბოლო დიდი კვლევა გამოქვეყნდა შარშანწინ 2024 წელს. და აი ეს იყო მრავალი წლის განმავლობაში რუდუნებით ჩატარებული ექსპერიმენტი. ანუ აი ნახეთ რა, 702 ბავშვს 1995-96 წლებში ჩაუტარეს ეს მარშმელოუს ტესტი. ყველა იყო ზუსტად 54 თვის. მერე ყველა მათგანი გამოკითხეს 2017-2018 წლებში, როდესაც ყველა იყო 26 წლის. ეს კვლევარები იყენებდნენ ესეთ რაღაცას, ქვია წინასწარ დარეგისტრირებული ანალიზი, რომელიც ამოცანა არის ესეთი, რომ შენმა წინასწარ განწყობამ არ უნდა მოახდინოს გავლენა შედეგების ინტერპრეტაციაზე. ამიტომ წინასწარ აკეთებ ამ მეთოდოლოგიას, ისე რომ ჯერ მონაცემები არ აქვს ნანახი და მერე ცვლადებს შიგნით ყრი და ის მერე გაძლევს სანდო სურათს. ანუ ის თქვა რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გასწიეს უზარმაზარი სამუშაო, აბა ის რანაირად გაზომა ბავშვობაში ტესტის პასუხი მერე დიდობაში რანაირად ახდენს გავლენას. ადვილად არ ხდება ესა, ამათ რთულად გააკეთეს და კარგად. და ამ კვლევის დასკვნა არის ცალსახა, რომ ბავშვობაში ჩატარებული მარშმელოუს ტესტი ვერ აჩვენებს დიდობაში როგორ იქნება ბავშვი. აი ეგ არის დღევანდელი კონსენსუსი. მას რა განსაზღვრავს? ერთი არის თვითკონტროლი ზოგადად და არა უბრალოდ სიამოვნების გადავადება. იმიტომ რომ სიამოვნების გადავადება არის თვითკონტროლის ერთ-ერთი ტიპი. მაგრამ საკუთარი თავის გაკონტროლება გიწევს ძალიან ბევრნაირად და ხშირ შემთხვევაში არანაირი სიამოვნება ჩართული არ არის. რომ თქვათ, გაკვეთილის დროს არ ადგე და ირბინო აქეთ-იქით, იმიტომ კი არა რომ რაღაცა ჯილდო გელოდება სადმე, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ რა ვიცი, არ უნდა გააკეთო. საკუთარი თავი რო გააკონტროლო. მეორე არის არ გაგიკვირდებათ და სოციოეკონომიკური ფაქტორები, როდესაც უფრო შეძლებულ ოჯახში იზრდები, რომლებიც ან შეიძლება მარტო ფულზე არ არის დამოკიდებული, მეტ ყურადღებას აქცევენ შენს აღზრდას, მეტი საშუალება აქვთ ამისი, დიდი შანსია რომ უფრო წარმატებასაც მიაღწიო ცხადია. და მესამე და მთავარი არის, რომ სამომავლო აკადემიური წარმატების მთავარი ინდიკატორი ბავშვებში არის ადრეული აკადემიური უნარ-ჩვევები. ანუ რა ვიცი, თუ მათემატიკა კარგად გამოსდის, კითხვა შეუძლია კარგად, შეუძლია რომ ყურადღება არ გაეფანტოს, სავარაუდოდ მერეც ეგრე გააგრძელებს. მაშ რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფერთან, რაც ახლა ვილაპარაკეთ? პირველი ის, რომ ეს თვითკონტროლი, საკუთარი თავის რეგულაცია არის არა გენეტიკური თანდაყოლილი უნარი, არამედ დასწავლილი ჩვევა არის და დიდსაც ზაანადგება და ბავშვსაც ზაანადგება და ყველა ეტაპზე შეგიძლია ამისი გამომუშავება. ანუ ეს არ არის ბედისწერა. არის უფრო შენს ვარჯიშზე. მშობლებისთვის დასკვნა არის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს შვილებისთვის, როცა სანდო უფროსი ყავს ცხოვრებაში. და მე უფრო ადვილად შეუძლია სიამოვნების გადავადებაც და ყველაფერიც. და სხვა მხრივ, ანუ ერთი მთავარი გაკვეთილი, რაც ამ ყველაფრიდან მე გამოვიტანე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ თქვენთვის ეს გამეზიარებინა, რომ ყოველთვის სკეპტიკურად უნდა შეხედო, როდესაც გეუბნება, რომ აი ეს ერთი რაღაც აჩვენებს ყველაზე კარგად. არა აქვს მნიშვნელობა თემატიკას, როგორც წესი ეს ერთი რაღაცა არ არის. მაგას ყოველთვის ახლავს კონტექსტი და ნიუანსი და ყოველთვის ეჭვის თვალით უნდა შეხედო, რომ ერთია თუ მან რაღაცა სხვა რამე გავზომეთ შეიძლება. თან ეს ამბავი იმიტომ მომეწონა, რომ ჩემთვის, რა ვიცი, მე დამანახა თვალნათლივ როგორ მუშაობს მეცნიერება და როგორ ხდება ხოლმე კურსის კორექტირება. ეს მარშმელოუს ტესტი თავიდან რომ ჩატარდა იყო სანდო მეცნიერის მიერ სწორად ჩატარებული კვლევა, რომლიდანაც კი თავიდან არასწორი დასკვნები გამოიტანეს, მაგრამ რეალურად ამას მოყვა მერე 10 წლეულების განმავლობაში სხვა კვლევები, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი საინტერესო და ახალი გავიგეთ იმის შესახებ, ბავშვის ტვინი როგორ მუშაობს და დიდობაში როგორ იქნება და რა კავშირია ამ ორს შორის. ის თავდაპირველი ექსპერიმენტი ცუდი და არასწორი კი არ იყო, უბრალოდ მე რაღაცა გამარტივება მოხდა, პოპკულტურამ აიტაცა მოულოდნელად ძალიან დიდი ხნის შემდეგ და მე მეცნიერებამ შეძლო და ისევ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ვიდრე შემდეგი რამე სხვა არაურევს კიდე და მე ისევ თავის ადგილზე დადგება და ესე ვიქნებით. ამის მოყოლა მინდოდა, იმედია საინტერესო იყო, თუ აქამდე მიყურეთ, მოიწონეთ ვიდეო, არხი შეგიძლიათ გამოიწეროთ და გველოდეთ ხოლმე TBC-ის არხზე ჩვენს ვიდეოებს, რომელსაც ქვია არის ერთი ნიუანსი.